ეს ჯვრის მამის სახელობის ეკლესია. მის გვერდითა კედელზე დავით გარეჯში აღდგომის დღეს 6000 მოწამის უდიდესი მოვლენაა ფერწერით მოთხრობილი. დავით გარეჯის მონასტერი მიუხედავად უდაბნოს მკაცრი პირობებისა ანდამატივით იზიდავდა სულიერი გამოცდისათვის განდეგილ ბერ მონაზვნებს. აქ ისინი მეწიერი ცხოვრებისაგან შორს მყოფნი, გუმბერაზ მთებში და კლდეებში, ჩაკარგულ ეკლესია მონასტრებში შვიდად აღასრულებდნენ უფლისადმი ლოცვა ვედრებას. ნუოდეს დაუხშავ კარსა მონასტრისასა უცხოთა და უღუნოთა. არამედ სართულიცა ესე ზოგად იყავ თქვენდა და უცხოთა თანასწორად. თქვენდა და გლახაკდა იყავ ყოველივე ზიარი. ესრედ თუ იქ მოდით მრავალწილად მოიცდულოთ ზეგარდამო სარეწავი თქვენ. ასეთი დარიგება დაუტოვა დიდმა წმინდა მოღვაწე ილარიონ ქართველმა მონასტრის ძმობას მე-9 საუკუნეში. თვითონ კი იქაურობას გაეცალა, რადგან მეფე ეპისკოპოსობას უპირებდა. მას კი განმარტოებით დაყუდებულად სურდა ცხოვრება. აქ საძმოს სენაკები ზამთარში თბილი და ზაფხულში გრილია. ამიტომ არსაც ჩანს ბუხარი. თუმცა ადგილი უწყლოა და ცხელი, მაგრამ ძმებს მაინც ბლომა დაქვთ ნუში, ატამი, ჭერამი, კაკალი, თუთა, ხართუთა და სხვა. წყალი ფერად მშვენიერია. გემოთი კი კიდევ უკეთესი. ამჭას ცრემლის, ზოგი კი მადლის წყალს ეძახის. იგი ნაკურთხი წყალივით წმინდაა და როგორც სიწმინდე, ყველა საქმოსულს მიექვს შინ. დავით გარეჯის ეს მონასტერი მე-6 საუკუნიდან არსებობს. იმ დღიდან მოყოლებული მან მრავალჯერ განიცადა მტრისგან აწიოგება. დღეს გვინდა გიამბოთ 6000 გარეჯელი ბერის მოწამეობის ამბავზე. აღდგომის შემდეგ სამშაბათს ჩვენი ეკლესია აღასრულებს ხსენებას გარეჯში მოწყობილ ბერთა, მოწამეთა. მე-17 საუკუნის დასაწყისში ღვთისმონაზონ კალისტრატეს, შემდგომში პატრიარქ კალისტრატეს ცნობით 1603 წელს, მეორე ცნობით 1616 წელს აღდგომა ღამეს ბერები ეწამნენ ირანის შაჰ აბასის მეომრების მიერ. კერძოდ ეს შაჰ აბასის ჯარი დაბანაკებული იყო ყარაიას მინდვრებზე. ყარაიას მინდვრები იშლება სწორედ აი ამ აღდგომის მთის ტაძრის მთის დაბლა. როდესაც ბერები აღასრულებდნენ ლიტანიას ტაძრის განშება ანთებული სანთლებით, ირანის ლაშქარმა შენიშნა ეს შუქი და მათ გადაწყვიტეს, რომ დაერბიათ მონასტერი. და ამ ღამეს მოხდა წამება აი ამ მოწამე ბერთა. დღესაც საქართველოს ეკლესია, სადაც აღასრულებს ტაძრის კურთხევას, ყველგან ფაქტიურად უმეტესგან აი ამ წმინდა ბერების, მოწამე ბერების ნაწილებით იკურთხება ტრაპეზი და ოდიკი. სპარსეთის მბრძანებელი შაჰ აბას პირველი მე-17 საუკუნის დასაწყისში მოადგა საქართველოს სისხლმოწყურებული მრავალრიცხოვანი ჯარით. მას სურდა, რაც შეიძლება სწრაფად გაეტეხა სულიერად ქართველები და პირისაგან მიწისაგან აღიგავა ქრისტიანობა. მაგრამ შაჰ აბასის მზაკრულმა გეგმებმა სწრაფად ვერ შეიცხა ხორცი. საქართველო ხომ იმ დროს მოფენილი იყო მონასტრებით. მარტო წმინდა დავით გარეჯელის მიერ დაარსებულ ლავრაში 6000 ბერ-მონაზონი მოღვაწეობდა. ეს კი თავისთავად დიდ სტიმულს აძლევდა გარშემო მცხოვრებთ. მხოლოდ ლავრის ტერიტორიაზე 12 მონასტერი იყო. მათგან ერთ-ერთი ყველაზე მაღალ მთაზე იყო აღმართული აღდგომის ტაძრის გარშემო. სწორედ აქ იკრიბებოდნენ გარეჯელი ბერები ყოველ აღდგომის ღამეს და ანთებული სანთლებით გარსოვლიდნენ ტაძარს და აღასრულებდნენ ლიტანიობას. საოცარი სანახავი იყო ამ დროს მონასტერი. დაბანაკდა შაჰ აბასი მონასტრის მახლობლად, ყარაიას ველზე. იგი ხელსაყრელ დროს ელოდა მონასტრის ასაწიო კებლად. ეს დროც მალე დადგა.
დიდ შაბათს ლავრის წინამძღვარს არსენს ანგელოზი გამოეცხადა და აუწყა. აღდგომის ღამეს სპარსელები დაგესხმიან თავს. ვინც მზად არ არის მოწამეობრივი ჯვრის სატვირთველად, გაეცალო საქაურობას, ხოლო ვინც მზად ხართ ამ გვირგვინის დასადგმელად, გამხნევდით, რადგან მძიმე იქნება განსაცდელი. მამა არსენმა იხმო მონასტრის ძმობა და უთხრა. უფალი თავისთან ამ ღამით გვიხმობს. მალე აგარიანელები დაგვესხმიან თავს. ახლა ჯერი თქვენზეა. აირჩიეთ ან მოწამეობრივი გვირგვინი, ან აქედან გაცლა და თავის გადარჩენა. ილოცეთ და რასაც ღმერთი დაგადებთ გულზე, ისე მოიქეცით. უფალი თუ გვიხმობს, მოხარულები ვიქნებით კიდეც, მას რომ მივაბაროთ ჩვენი სული და გული. ანა ამისთვის არ დაუტევეთ ყველაფერი. ჩვენი სურვილიც ხომ უფალთან მიახლოვებაშია. მხოლოდ ამას გთხოვთ, მამაო, ევედრეთ უფალს, რომ არ განელდეს სარწმუნოება ჩვენი. ასეთი იყო პასუხი ძმობისა. მხოლოდ ორი მორჩილი განეშორება ძმებს და მონასტერს. წუხრზე გამოვიდნენ ძმები ანთებული სანთლებით. ციცინათელებივით მოფარფატე ნათება შორიდანვე შეამჩნიეს მტრებმა. აქ რა ხდება? იქ მონასტერია მბრძანებელო და ახლა იქ მსახურობას აღასრულებენ ქრისტიანები, იყო პასუხი. და ბრძანა შაჰ-აბასმა. რაღაც უცდით, წადით და ერთიანად ამოჭლიდეთ ყველანი. ბერების გალობამ კიდევ უფრო გააშმაგა უსჯულოები. მონასტერში რომ შეიჭნენ, წირვა ჯერ კიდევ არ იყო დასრულებული. მათ მშვიდად მეუახლოვდა წინამძღვარი და სთხოვა. წირვა დაგვამთავრებინეთ და მერე როგორც გინდა ისე მოგვიქეცით. მათი სიმშვიდით გაუგნებულ მომხდურებს თავადაც გადაედოთ ასეთი განწყობა და ნებადართეს მონასტრის ძმობას დაესრულებინათ მსახურება. მსახურების დამთავრებისთანავე კი ჯალათები ველურად ეძგერნენ ბერებს და დაიწყეს მათი უმოწყალო ხოცვა-ჟლეტა. მოულოდნელად ცა გაიხსნა და იქიდან გვირგვინებმა იწყეს დაშვება. წამებულ ბერთა სულებმა სასუფევლისკენ იწყეს ამაღლება. მონასტერს გარიდებული მორჩილებიც შესგერიან ამ ნათებას, მათაც დაინახეს მონასტრის თავზე დაშვებული გვირგვინები. უეცრად ამ გვირგვინებს ორი გამოეყო და ზეცისკენ მიიქცა. მიყვნენ ბერები მათი გვირგვინები რომ უბრუნდებოდა ზეცას და ყოფილი სიყვარულით გულანთებულები შეთანხმებულებივით მონასტრისკენ მიბრუნდნენ. მათ გზად შემოეგებნენ უდანაშაულო ბერების სისხლში ამოსრული ჯალათები და მორჩილად დაუხარეს თავი. მათი სისხლი წამში შეუერთეს ჯალათებმა მიწას. მალე ძნელად თუ ვინმე გამოარჩევდა მიწისაგან ადამიანთა სხეულებს. ეს ორი გვირგვინი კი კვლავ დაეშვა ციდან და მორჩილთა მოკვეთილ თავებს დაადგა. ასეთი აღდგომა გაუთენდა მონასტრის ძმობას. ამ ორი მორჩილის აღსრულების ადგილზე ვარდების ულამაზესი ბუჩქი ყვაოდა. ვარდები საოცარ კეთილსურნელობას აფრქვევდნენ ირგვლივ და სასწაულებრივი ძალა ჰქონდათ ტურნებისა. მასთან შეხებით სნეულნი იმკურნებოდნენ. ამ ამბიდან რამდენიმე ხნის შემდეგ საქართველოს მეფე არჩილმა მოწამეთა საძვალე ააგო და იქ დაავანა მოკრებილი სხეულის წმინდა ნაწილები. თუმცა ეს ნაწილები ისე ამოფანტული გარშემო, რომ დღესაც შეიძლება წააწყდეთ. სასოებით ინახავენ ამ ნაწილებს მორწმუნენი და საკურნებლად იყენებენ. ასე შეემატა ზეციურ საქართველოს აღდგომის ღამეს 6000 მოწამე. ისტორიას მომავალი თაობებისთვის ყოველთვის უნდა შეეხსენებინა მათი თავგანწირვა და აღდგომის დღესასწაულს რომ არ გადაეფარა იგი, ქართულმა მართლმადიდებლურმა ეკლესიამ ბრწყინვალე შვიდეულში ივერიის ღვთისმშობლის ხატის დღესასწაულთან ერთად დაადგინა გარეჯელი ბერების ხსენების დღე. მოდით შევავედროთ მათ ჩვენი ბედკრული საქართველო. ახლა საგარიანელებივით რომ შემოესივნენ გარშემო მტრები. ჩვენ კი სიმხნევე და დათმენის უნარი შევთხოვოთ ღმერთს, რათა შეგვაძლებინოს მოწამეობის გვირგვინი თუ არა, უბრალო მორწმუნის ტვირთი ღირსეულად რომ გვეტარებინოს, წუთი სოფლის ამ მძიმე და ეკლიან გზაზე.